მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორ აფასებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია განვლილ 4 წელს, რა აქვს სათქმელი ხალხს და რას პასუხობს ქართული ოცნება. მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთო მღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემაა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აქტუალური თემის სტუმრები არიან კოალიცია ცვლილებისთვის საბა ბულისკერი. მოგესალმებით ბატონო საბა, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. როგორ შეაფასებთ საკრებულოსა და მერიის მუშაობას მუნიციპალიტეტში? პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ კოალიციას გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ მივიღებთ დღევანდელ ვითარებაში მონაწილეობას ამ არჩევნებში, იმიტომ რომ ეს არ იქნება რეალურად არჩევნები. ჩვენ ვიცით რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები და მრავალი დარღვევებით. შესაბამისად, იგივე ადმინისტრაციით და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამებრძოლები და ახალგაზრდები არიან უკანონოდ დაპატიმრებულები, ჩვენ კოალიციას მიაჩნია, რომ ეს არის მიუღებელი და შესაბამისად სანამ ეს მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენი კოალიცია არ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობას. რაც შეეხება მერიის და საკრებულოს მუშაობას, ჩვენ ვიცით, რომ ის მუნიციპალიტეტში არის ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი გადაუჭრელი საკითხი, მოსახლეობა ფაქტიურად არანაირ საკითხში მოსახლეობა არ არის, ასე ვთქვათ, მათთვის მიღებული, ანუ არც ერთ ბიუჯეტის განხილვაზე, ბიუჯეტის დამტკიცებაზე თუ რა ჭირდება რეალურად გორელი მოსახლის არავინ არ ეკითხება. ჩვენ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტში დღემდე არის სოფლებში მოუწესრიგებელი გზები, პირობითად ორთაშენის გზა უბრალოდ წვიმიანამეთში ფიზიკურად ვერ გაივლება, ასევე არის სობიში გაფუჭებული გზა, ასევე არის ხიდის თავსაბაატენში, უფლისციხეში, ქვახრელში შიდა საუკუნო გზები ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი და აი ამ ფონზე რა თქმა უნდა არ არის მათი მუშაობა მყისიერი და მისაღები გორელი მოსახლეობისთვის. რამდენად რა პრობლემებს გამოყოფდით უფრო ქალაქში, თვითონ გორში უშუალოდ? პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, როგორც აღნიშნე, შიდა საუკუნო გზების პრობლემა, ასევე მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, ასევე ბიუჯეტის განკარგვის საკითხი, როდესაც მოსახლეობას უბრალოდ არ იციან მათი ფული, მათი გადასახადები სად მიდის და რაში იხარჯება. საერთოდ არანაირი მუნიციპალური სიკეთე გორელი მოსახლეობის მიმართულებით არ ხორციელდება. ჩვენ ვიცით, ძალიან ბევრ სოფელში არ არის დღემდე კანალიზაცია. მაგალითისთვის აუცილებელია ვახსენო, სოფელ ატენში, ეგრეთ წოდებულ ინტერნეტის ჩასახლებაში, წლებით უკვე ითხოვენ მან ცხოვრები ადამიანები, რომ კანალიზაცია მოუწესრიგოს და უბრალოდ არავინ არ უსმენს და დღემდე მოუწესრიგებელია კანალიზაცია და საერთოდ არ აქვთ რაღაც თვითმფრინავად გამოყვანილი წყალი და ამით სარგებლობენ. აი ეს პრობლემები რომ რეალურად აწუხებს მოსახლეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ არ არის გამართული თვითონ ქალაქ გორში სანიაღვრე სისტემა. ჩვენ ყველა ვიცით, რომ როდესაც წვიმა მოდის, უბრალოდ ქუჩაში არ გაივლება, ესე მოდის წყალი და გვიწევს გორელ მოსახლეობას გზაზე უბრალოდ გატოპვა ამ წყლის, იმიტომ რომ არ არის სანიაღვრე სისტემა მოწესრიგებული. თქვენი აზრით, რით დაამახსოვრა ამ 4 წლის განმავლობაში, რაიმე კონკრეტული შეგვიძლია გამოვყოთ მმართველმა გუნდმა მოსახლეობას? რეალურად ჩემი გადმოსახედიდან პირველ რიგში მმართველმა გუნდმა დაამახსოვრა გაყალბებული არჩევნებით, წინა არჩევნებზე, ადამიანების დარბევით, ცემით, დაკავებებით, გორის მუნიციპალიტეტში რატომღაც ასოცირება ხდება რაღაც მნიშვნელოვნად ამ deep state-ის საშიშროებაზე, არაერთი ჰომოფობიური განცხადება ყოფილა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რაღაც თითქოს
deep state-ი ჩვენ ჩაყლაპას ცდილობს მით უმეტესად კონკრეტულად ვის განცხადებას გამოყოფდით? კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებებს გამოყოფდი ბოლო პერიოდთან დაკავშირებით, რაღაც აქტუალურად ახსენებს deep state-ის საშიშროებას, მაგრამ რეალურად საინტერესოა თვითონ როგორ განმარტავს deep state-ის დეფინიციას რა არის. ხო, მმართველმა გუნდმა დაამახსოვრა აი ამ საკითხებით თავი გორე მოსახლეობას და ხო, პირველადაც და რაც მთავარია მოპარული არჩევნებით. როგორ შეაფასებდით საკადრო ცვლილებებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში? თქვენი აზრით რამ განაპირობას ცვლილებები? არ ვიცი, მოგეთქვით, ალბათ აქვთ მოლოდინი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი გუნდით წარდგნენ და უფრო კარგად დაამახსოვრონ თავი მოსახლეობას, მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ ქართულ ოცნებას რაც არ უნდა გადავაგება კონდე და როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ თბილისში და რაიონებში არ აქვს ლეგიტიმაცია საგარეო ჩვენ ვიცით რა ხდება საგარეო ურთიერთობებში საერთოდ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ეს ძალიან აწუხებს ქართული ოცნების წევრებს და ამომრჩევლებს და ხო რა რაც არ უნდა გადავაგება გააკეთონ შიდა გადავაგებები აზრი არ აქვს მათ არანაირ ლეგიტიმაციას არ მოუტანს ეს ყველაფერი. როგორ შეაფასებდით წინა მერის ვლადიმერ ხინჩეკაშვილის მუშაობას ქალაქში? ხო, როგორც აღნიშნე, გორში არის მრავალი პრობლემა, არაფერი არ არის ასე ვთქვათ პოზიტიური, ყველაფერია ნეგატიური და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ შეაფასებდი მის მუშაობას დადებითად, იმიტომ რომ ის მრავალი პრობლემა, რომელიც გორში არის უკვე წლებია, ჯერ კიდე არ აღმოფხვრილა და არც არავინ არ მუშაობს აი ამ საკითხზე, რომ მოსახლეობას გვერდში დაუდგეს და აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საზოგადოების ნაწილი ამბობს, მაგალითად 9 მაისს ჩვენ მოვამზადეთ გადაცემა, რომ უნდა დაბრუნდეს სტალინის ძეგლი ცენტრალურ მოედანზე. თქვენ რას ფიქრობთ, დაეთანხმება თუ არა ამას დღევანდელი ხელისუფლება? არ ვიცი ხა დღევანდელ ხელისუფლებას რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ხალხის რეაქციის რომ არ ეშინოდეს, ალბათ დაეთანხმებოდა, მე ასე მჯერა, უბრალოდ ეს ამის გაკეთება იქნება კატასტროფა გორში, სტალინის ძეგლის დაბრუნება. რა თქმა უნდა მიუღებელია, ის იყო ჩვეულებრივი სოფლიო დიქტატორი, რომელიც თავის დიქტატორული რეჟიმით მრავალი ადამიანი აწამდა და დახვრიტა და ეს ყველაფერი საქართველოს თავის ასე ვთქვათ მხარებზე გადაიარა ამ მრავალი ვიცით რომ ჩვენ მრავალი ადამიანი დაგვიხვრიტეს, გვიწამეს, გადაგვისახლეს და შემდეგ რატო ამ თავარ მიზეზის გამო რომ ისინი ითხოვდნენ თავისუფლებას. სტალინი იყო ჩვეულებრივი დიქტატორი და მე ვფიქრობ რომ ქვეყანაში სადაც მიისწრაფის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ ანუ არანაირი დიქტატორული გავლენები არ უნდა იყოს და ისტორიიდანაც ვფიქრობ რომ ჩვენთვის არ არის მისაღები დიქტატორის რომ ეთაყვანებდა ქალაქის ცენტრში დაუდგათ სტალინის ძეგლი. ზოგად საკითხებსაც რომ შევეხოთ, ვის ემსახურება დღეს საქართველოს ხელისუფლება თქვენი აზრით? საქართველოს ხელისუფლება პირნათლად ასრულებს რუსეთის, ირანის და ჩინეთის გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ გავლენებს. ისინი საერთოდ მოცილდნენ ევროპასა და ამერიკას. ჩვენ ვიცით ახლა მეგობარი აქტის შესახებ, რომელიც დაჩქარებულად მიმდინარეობს და მისი მიღების პროცესი აუცილებლად უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და მიღებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი საერთოდ იცვალა და საერთოდ მოცილდა ევროპასა და ამერიკას და ხო ეს ნათლად ჩანს იმის, რომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა რომ მოგაქციოს თლიანად და პირწმინდად რუსეთის გავლენის ქვეშ. რამდენად სამართლიანია სასამართლო დღეს? მე არაერთ პროცესს დავსწრები ვარ, როგორც გორშიც გაიმართა პროცესები Facebook-ის სტატუსის გამო, ასევე თბილისშიც დაკავებული ბიჭების პროცესები იმართება, დღესაც არის, ხვალაც არის, არაერთ პროცესს დავსწრები ვარ და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ სასამართლო დღეს საერთოდ არ გვაქვს. რა ვიცი, ჩვენ ვეყრდნობით ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს და იმის მიხედვით გამოაქვს განაჩენი მოსამართლეს. რა თქმა უნდა, ეს არის კატასტროფული სიტუაცია. დღეს უნდა აღნიშნო, რომ პირდაპირ თქვა, საქართველოში მოსამართლე და სასამართლო არ მუშაობს.
როგორ შეაფასებთ იმ დაკავებებს, მაგალითად, როდესაც აქციის მონაწილეები დააკავეს, ასევე ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს რამდენიმე დღის წინ. როგორ შეაფასებთ ამას? აქტივისტების დაკავება ეს არის, რა ვიცი, გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, უბრალოდ არაფრის გამო აკავებდნენ ახალგაზრდებს, არაფრის გამო გვცემდნენ, არაერთ დარბევა გადავიტანეთ და ეს პერიოდი, ეს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვთქვათ, რომ იყო ჯოჯოხეთური საქართველოში, არაერთი სისხლიანი დღის გამო. ეს ამბები და ეს ფაქტები დემოკრატიის პრინციპებისთვის არის მიუღებელი. ანუ როგორ შეიძლება ქვეყანა ეს ვიძახდით, რომ არის დემოკრატიული მინისტრაფის განვითარებისკენ, ევროპისკენ და შემდეგ და ჩვენ ნახეთ ასეთი სისხლიანი დღეები ნოემბერსა და დეკემბერში. ნუ რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა, უბრალოდ უნდა აღნიშნოს, რომ კომისიაში არ მისვლის გამო ადამიანის დაკავება არ ვიცი, მიუღებელია ჩემთვის პირადად, თან უნდა აღნიშნოს, რომ ის კომისიაც არალეგიტიმურია, რადგან ის ძალიან ბევრი დარღვევებით არის შექმნილი, იმიტომ რომ იქ აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, როცა პარლამენტში კომისია იქნება, საგამოძიებო კომისია იქნება, იქ აუცილებლად უნდა იყოს დაკომპლექტებული ოპოზიციის წარმომადგენლებიდან. შესაბამისად, ოპოზიცია არ არის პარლამენტში, ოპოზიცია არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას და შესაბამისად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც არალეგიტიმური გამოდის. თქვენი აზრით, რა სურს ხელისუფლებას? სურს, რომ მოაქციოს იზოლაციაში ოპოზიცია და მხოლოდ თვითონ იყოს, თუ სურს, რომ დემოკრატია შექმნას საქართველოში? რას ფიქრობთ? რა თქმა უნდა, პირნათლად ჩანს ის, რომ საერთოდ რომ ოპოზიცია არ არსებობდეს, მათთვის ეს სამოთხე იქნება და მათი მთავარი ოცნება ეს არის, რომ ბოლო ხელს არავინ არ უშლიდეს და მივიღოთ ბელარუსის და ჩრდილო კორეის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ამინდი, როდესაც არჩევნებს ატარებენ და იქ მხოლოდ თვითონ მიიღებენ მონაწილეობას. ეს მათთვის არის ოცნება, რომ საერთოდ აიკრძალოს პროევროპული ოპოზიცია. სამოქალაქო აქტივისტებს შევეხეთ, როგორ შეაფასებთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დგარ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც რამდენიმე დღეა უკვე მასშტაბურად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს? რეალურად გორში პროტესტი დაიწყო იმ დღიდან, როდესაც საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ წვეთდით ევროპასთან ყველანაირ მოლაპარაკებებს მომავალი 4 წლის განმავლობაში. მაშინვე დაიწყო გორში პროტესტები, იყო ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტები იყო გორის ისტორიაში. აი ახლაც უკვე გადავედით უწყვეტი პროტესტის ეტაპზე, სადაც უკვე დღეს 98 დღეა, რაც საკრებულოს წინ იდგება გორელი აქტივისტები, ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველდღიურად. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც რაოდენობაში კატასტროფულად ბევრი არ ვართ, მაგრამ ჩვენ ის ადამიანები ვართ და ის აქტივისტები ვართ, ვისაც გვესმის თუ რა არის ევროპა, რა არის თავისუფლება და დღეის მდგომარეობით თუ სად არის ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, დღევანდელი აქტივიზმი არის მნიშვნელოვნად დასაფასებელი თან ისეთ ქალაქში, როგორც არის გორი, იმიტომ რომ აქვს თავისი ისტორიული წარსული. როგორ შეაფასებთ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს? მეგობარ აქცევს საუბრობ. თქვენი აზრით, რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ? ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ უყურებენ ამას თითქოს რაღაცა უმნიშვნელო ამბავს. ეს მათთვის ძალიან კატასტროფული ამბავია. არ არის მარტივი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გიწესებს სანქციებს, იღებს კანონს, ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივად კაბინეტში მიღებული სანქციები, აქ კანონს გიწესებს უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატები და უბრალოდ არ გაღიარებს როგორც ხელისუფლებას. ეს არის კატასტროფული სიტუაცია და ჩვენ ამის შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ, როდესაც დამტკიცდება მეგობარი აქტი და ჯერ აუცილებლად დამტკიცდება, იმიტომ რომ ესეთი ურყევი პოზიცია აქვთ. თუმცა ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ეს იურიდიული ძალა მას არ ექნება.
ну რა თქმა უნდა ასე იტყვიან ქართული ოცნების წევრები, იმიტომ რომ მათი ხაზი და პოლიტიკური ხაზი ის არის, რომ არაჩვენონ აქტივისტებს, არაჩვენონ იმ მოსახლეობის დიდი ნაწილს, რომელიც ამ ყველაფერს აპროტესტებს, რომ ეს მათთვის რაღაცა პრობლემაა. ანუ ის ბოლომდე ამბობენ იმას, რომ არაფერი არ ხდება, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება მეგობარი აქტის მიღების შემდეგ თუ რა მოხდება საქართველოში და რა მოხდება გეოპოლიტიკურად მსოფლიოში. თქვენი აზრით შეუქმნის თუ არა ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს? ვფიქრობ, რომ არა, რატომ შეუქმნოს პირიქით ქართული ხალხისა და ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დადებითად იღებს ამ ყველაფერს და ეს საგარეო წნეხი ქართული მოსახლეობის კარგავთ თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ამდენი წელია ჩვენი მეგობარია? ვფიქრობ, რომ ვითარებაში უკვე დაკარგულია. უკვე დავკარგეთ ამ ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს დარწმუნებული ვარ საერთოდ არ უნდა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ხედავს, რომ ესეთი მძიმე ვითარებაა საქართველოში, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ამდენი დღეა ეს საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ამხელა პროტესტები, რომ გარეთ დგას და არნებდება და აპროტესტებს. და ესე იქნება ბოლომდე სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. როგორ შეაფასებით ევროპასა და საქართველოს ურთიერთობას? დღეს მდგომარეობით რა თქმა უნდა არ გვაქვს ჩვენ ევროპასთან საერთოდ ურთიერთობა, იმიტომ რომ ევროპას არ სურს, როგორც ამერიკას, ისე ევროპას არ სურს ჩვენთან ურთიერთობის გამყარება და ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ევროპა ღიად ამბობს, რომ ჩვენთან არის არალეგიტიმური ხელისუფლება, არჩევნების გაყალბების საკითხზე აქვს მაგს დაფიქსირებული პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა, ის რომ უკანონოდ არიან პოლიტპატიმრები და დაპატიმრებულები, ამაზეც აქვს თავის პოზიცია და კი ევროპა ხარში უდგას ქართულ ხალხს, მაგრამ არა ქართულ ხელისუფლებას. საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ 2028 წლამდე შეჩერებულია მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თქვენი აზრით, რა საფრთხე შეუქმნის ეს ქართულ ხალხს და ზოგადად სახელმწიფოს? ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ ვიღებთ ძალიან დიდ დახმარებებს ევროკავშირისა და ამერიკასგან. ჩვენ უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი თანხები უბრალოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოყოფილა, ძალიან დიდი თანხები გამოიყო კულტურული მემკვიდრეობების გადარჩენისთვის. ძალიან ბევრი თანხები გამოიყო ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დახმარებისთვის და ეს ყველაფერი ეს სიკეთეები უბრალოდ ქართულ საზოგადოებას ხელიდან ეცლება, ქართულ საზოგადოებას ხელიდან ეცლება ღირსეული განათლების უფლება და შესაძლებლობა. ქართველი ახალგაზრდები უბრალოდ იკარგებიან აი ამ მდგომარეობაში, ისინი ვეღარ მიიღებენ განათლებას, ვერ სწავლენ ევროპაში სასწავლებლად და აი ეს მნიშვნელოვანი სიკეთეები, რომელსაც ახლავს ევროპას და რომელიც ჰქონდა აი ამ წლების განმავლობაში, დღეს ძალიან დიდ საფრთხის ქვეშ არის. თქვენ რას გამოყოფით ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტს შიდა ქართლში? ხო, მე მნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დახმარება, დევნილების დახმარება, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობების აღდგენაში თანხის ჩადება, ეს ყველაფერი შიდა ქართლსაც მოხმარდა. ძალიან ბევრი ბენეფიციარი ბავშვის დახმარება და სამედიცინო დახმარების გაწევა და ამ შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი შიდა ქართლშიც მოხდა და შიდა ქართლიც აქტიურად იყო ჩართული აი ამ დახმარების მიღებაში. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. თქვენ როგორ შეაფასებით ამას, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს მას? არანაირი დიპლომატიური საკითხების აღდგენაზე როგორ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, იმ ქვეყანას, რომელსაც დღემდე აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ბაზები აქვს და ჯარი აქვს შემოყვანილი, ხო? ეს რა ვიცი, მტერს რა დიპლომატიური ენით უნდა ველაპარაკოთ, ჯერ უნდა გავიდეს ჩვენ ტერიტორიებიდან, ავიცი ეს კატასტროფა რა ზე ვლაპარაკობ საერთოდ, როდესაც რამდენიმე წლის უკან ქალაქი გორი იბომბებოდა და აქ ბომბები ცვიოდა და დღემდე რამდენიმე კილომეტრში რუსის ჯარია შემოსული. ვისთან უნდა ველაპარაკოთ დიპლომატიურად? რა ენაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გუბომბავდა და დღემდე იტაცებს ჩვენ მოსახლეობას ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზიდან? საერთოდ რაზე ელაპარაკე? რა თქმა უნდა, ეს იქნება სრული კატასტროფა, არანაირი დიპლომატიური საუბარი. თუმცა ამბობს ხალხი, რომ კი დაგბომბა ოკუპანტია, მაგრამ მაინც უნდა მოვეფეროთ და ის არის დიდი დათვი, როგორც ხასიათებენ და
ვერას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მოვეფეროთ თუ არა და ისე შემოვირიგოთ. არა, რა თქმა უნდა, ადამიანი, როდესაც გვემტერება მეზობელი და ქვებს გვესვრის, ანუ ჩვენ ხო ვარ ჩავეხუტებით მას. კი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ, ჩვენ არ გვაქვს რაღაც ბევრი რესურსი და შემდეგ, მაგრამ დიპლომატიური ენით და ენის მოჩვლებით საუბარი რუსეთთან არ ვიცი საქართველოს არ ვფიქრობ რომ უნდა გააკეთოს და ის ადამიანები რომ ვინც ასე ფიქრობენ ის უბრალოდ პროპაგანდის მსხვერპლიანიან მათ პროპაგანდა ეუბნება რომ რაღაცა რუსეთი ჩვენი მეგობარია ერთ მორწმუნე ძმაა და შემდეგ და ეს ადამიანები უბრალოდ ექცევიან პროპაგანდაში და ჩვენ ვალდებულნი ვართ რომ ამ ადამიანებს დავანახოთ სიმართლე რომ რუსეთი არის მტერი რუსეთი არის ოკუპანტი და მასთან დიპლომატიური ენით საუბარი მიუღებელი. როგორ შეაფასებდით ქართულ მედიასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ კრიტიკული მედიების ჩახშობას საქართველოში? საქართველოს სამსახურება ეს. ხო, როგორც აღნიშნე, პროპაგანდის გავრცელებას უფრო მეტად მოსახლეობა ვაკუუმში მოაქციოს. მთავრობამ და არ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ხა ჩვენ ვიცით ისეთი ადამიანების ისეთი ადგილები, სადაც ინტერნეტის ცდომა არის ნაკლებად, ინტერნეტი არ არის ათვისებული და ისინი უბრალოდ მხოლოდ ტელევიზიას არიან ტელევიზიიდან იღებენ ინფორმაციას და სწორედ ასეთ ადამიანებზე მუშაობს დღევანდელი სისტემა, რომ მათ დაუხშოს ყველანაირი საინფორმაციო წყარო და მხოლოდ ერთ ინფორმაციაზე მოაქციოს პროპაგანდის მსხვერპლება და ეს ხორციელდება აქტიურად საქართველოში უკვე წლების განმავლობაში. მედია პლურალიზმი საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში, ნებისმიერი კრიტიკული მედია უკვე საფრთხის წინაშეა, ვიცით უკვე რომ მთავარი არხი ოფიციალურად გაითიშა და ესე საფრთხეშია ყველა კრიტიკული მედია, რატო? იმიტომ რომ ამას ერთადერთი პასუხი აქვს, რომ უფრო მეტად მოაქციონ საზოგადოება პროპაგანდაში და უფრო მეტად შეუზღუდონ ინფორმაციული წყაროები. თქვენი აზრით, რამდენად კარგად მუშაობს პროპაგანდა ახსენეთ, თქვენ პროპაგანდა ომი გინდათ ეს სიტყვები? კი, ანუ პროპაგანდა ომი გინდას პროპაგანდამ წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობაში. თითქოს მათ აჯერებდნენ, რომ ჩვენ ვინმე გთხოვდა მეორე ფრონტის გახსნას და თუ რაღაც ოპოზიცია და კოალიციური მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, დაუყოვნებლივ დაიწყებოდა ომი. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ, ისეთი შესაძლებლობების და ისეთი პატარა ქვეყანა ვართ, რომ ანუ არავის რაციონალურად არ მგონია, რომ ვინმე სჯეროდეს, რომ ჩვენ ვინმეს მეორე ფრონტს გავუხსნით და ამით რაღაცა მნიშვნელოვან დროს მოუგებთ ვინმეს ან შემდეგ. ანუ ეს არის სრული სიცრუე, ეს იყო სამთავრობო პროპაგანდა, რომ მოსახლეობაში გაეჩინათ ომის შიში. არავის არ მოუწოდებია, რომ მეორე ფრონტი გავეხსნა რა მსგავსი სისულელი. რა სისურვებდით როგორც ქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის? პირველ რიგში ქალაქისთვის ვიშურვებდი მეტ განვითარებას, მეტ ჩართულობას გორელ მოსახლეობაში, ადგილობრივი და თვითმმართველობის სიკეთეებისა, ადმინისტრაციული სიკეთეებისა, რა თქმა უნდა, ქვეყანას ქალაქთან ერთად უსურვებ ევროპულ მომავალს, ევროპულ განვითარებას, თავისუფლებას, განათლებას და პირველ რიგში თანასწორობას ყველა ადამიანისა და როგორც ქვეყანა იქნება რაღაც განვითარებული და ევროპული, ასევე ყველა ქალაქი თუ სოფელი იგრძნობს ამას, როგორც განათლების დონით, როგორც კეთილდღეობისა და უბრალოდ ადამიანის და საქართველოს მოქალაქის ღირსეული სიბერის. რამდენად არის შესაძლებელი რომ დავკარგოთ ევროპაში ვიზო მიმოსვლა? დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად შესაძლებელია, იმიტომ რომ დღევანდელი მმართველი ძალები და დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ აი ამისკენ მიექანება, იმიტომ რომ ევროპა, როდესაც მეგობრება და ევროპასთან კარგი ურთიერთობა გვინდა, მაშინ რაღაც საერთო საკითხებზე უნდა შევჭერდეთ, ხო? იმას ვერ იაზრებს ხალხი, რომ მთავრობა რომ ევროპა არის კეთილდღეობა და ევროპა არის წარმატება და განათლება და ყველანაირი სიკეთე და ესეც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სიკეთეა ვიზური მიმოსვლა, იმიტომ რომ ამ ვიზური მიმოსვლამ არაერთი პაციენტი გადაარჩინა, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ. ასევე ძალიან ბევრმა სტუდენტმა მიიღო ამ ვიზური მიმოსვლით განათლება და მარტივად წავიდა ევროპაში სასწავლებლად. ეს ყველაფერი თუ დავკარგეთ, იქნება კატასტროფა და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი ძალიან დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს.
კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო საბა ბულისკირი, კოალიცია ცვლილებებისთვის. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენი გადაცემის სტუმარია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თამარ მურალოვა. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. ქალბატონო თამარ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. როგორ შეაფასებთ განვლილ 4 წელს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გილოცავთ ეთერის განახლებას პირველ რიგში. და რამდენიმე 4 თვეზე ცოტა მეტი დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის განვლილი 4 წელი მართლა ძალიან ისეთი დატვირთული იყო, ძალიან ბევრი გამოწვევები ჰქონდა, ძალიან ბევრი სასიკეთო და კარგი საქმე გააკეთა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ამ წინა არჩევნების პერიოდში გაცემული თითქმის ყველა დაპირება შეიძლება ითქვას, რომ შესრულებული ან კიდევ გარდამავალ პროცესებშია, შესრულების პროცესშია, რომ ასე რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ჩვენი ახლა შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად თვითმმართველობის არსი ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით და ჩვენი უფლება და კომპეტენცია სწორედ ეს არის, რომ მოვაგოროთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ისაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გარკვეული უფლებები, რაც გაგვაჩნია ჩვენ ექსკლუზიურად თუ შემდეგ დელეგირებული უფლებით. ზოგადად იცით, რომ ახლა ჩვენი ბიუჯეტი ყოველ წელს იზრდება, აქამდე თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ბიუჯეტი თითზე ჩამოსასვლელზე მილიონებში ადგენდა, ახლა უკვე 100 მილიონამდე გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველთვის ისე იყოს გადანაწილებული და ისე იყოს მორგებული, როგორც სჭირდება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, განაწილებულია მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და ეს არის ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი და ასე შემდეგ. ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ის რაც შეიძლება მოვაგვაროთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უამრავი სასიკეთო პროექტი გაკეთდა, უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა და რა თქმა უნდა ეს აისახება თითოეულ სოფელზე, თითოეულ მოქალაქეზე, ასევე ქალაქზეც კი გამოწვევები ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ დარჩენილი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის ფინანსური შესაძლებლობა რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს მუნიციპალიტეტს, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, იზრდება ფინანსები, მაგრამ ამავე დროს იზრდება გამოწვევებით, თუმცა ჩვენ თვითმმართველობა, როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელი ორგანო, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთოთ და ისე მოვარგოთ, როგორც ჭირდება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ისე რომ ახლა ეს თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის იქნება ძალიან ისეთი წარმატებული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ისეთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვეპოვეთ არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ ჩვენს ქვეყანაში არსებულ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ქალბატონო თამარ, ემსახურება თუ არა ადმინისტრაციული ორგანოები ხალხის ინტერესებს? საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ როდესაც ისინი მიღებაზე მიდიან, არ უწევენ ისეთ მომსახურებას, როგორც მოქალაქეს შეეფერება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ზუსტად როგორ არის იცით, ახლა რა თქმა უნდა კმაყოფილისებები ყავდა, ახლა უმადურიც იქნება, ახლა ამას ვერ ვარყოფ და ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ კიდევ ვამბობ, იცით რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს იძლევა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ რჩება, როგორც წარმომადგენლობით ორგანოში მოსული, ისე აღმასრულებელში, იმიტომ რომ შეიძლება ხა მოქალაქე ისეთ საკითხს აყენებს, რომ ახლა შეუძლებელი იყოს დაუშვათ მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ საკითხის მოგვარება, თუმცა კიდევ ვამბობ, უყურადღებოდ არავინ არ რჩება და შეძლებს დაგვარად, ხო, კონსულტაციის კუთხით მაინც რა შეიძლება, როგორ შეიძლება ეს საკითხი გადაიჭრას, როგორ შეიძლება მოგვარდეს ესა თუ ის საკითხი, ხო, არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ რჩება.
რა პრობლემებია დღეს მუნიციპალიტეტში, რაც ვერ აღმოიფხვრა ამ 4 წლის განმავლობაში, რას გამოყოფით უშუალოდ? რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გვაქვს ინფრასტრუქტურის საკითხები მოსაგვარებელი. აქამდე თუ რამდენიმე წლის წინ თუ ეხლა თითქმის ყველა სოფელში იყო გზების პრობლემა, სასმელი წყლის პრობლემა, გაზიფიცირება. შეიძლება ითქვას, რომ მაგალ გაზიფიცირების საკითხი თითქმის მოგვარებულია მთელს მუნიციპალიტეტში, თუ არ ჩავთვლით ეხლა იქ ბოშურის ხეობას, იქ რაღაცა გარკვეული პრობლემებია და დარწმუნებული ვარ, რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში ესეც მოგვარდება. გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მაშაც აი ხან რო დავფიქრდები ხოლმე, მაგრამ შეუძლებელი იყო, რომ აი ამდენი კილომეტრობით გზის მოგვარება აი ჩვენი ბიუჯეტის საშუალებით. სასმელი წყლის პრობლემა იყო, ასე ათეულობით წელი, ზოგო 20, 30, 40 წელი იყო სოფლები, რომ სასმელი წყალი საერთოდ არ ქონდა და ხალხი ესე იყო შეჩეული, რომ თითქოს არც უნდა ქონოდა და თითქმის აი რო იტყვენ მინიმუმამდეა დაყვანილი და ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენს ინფრასტრუქტურის საკითხებთან მიმართებაში სწორედ სასმელი წყლის მოგვარებაა და წელსაც აი ხო მიმდინარე ბიუჯეტში ესეთ რამდენიმე სოფელში რომელიც მაგრამ პრობლემატურია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეს საკითხებიც გადაწყვეტილი იქნება. გარე განათება უამრავი საკითხები მოგვარდა, მოგვარების პროცესშია და ვფიქრობ, აი ძალიან მალე დადგება ის პერიოდი, რომ ეს საკითხები უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირე ნაწილი იქნება. კი ბატონო, საინტერესოა თუ რას ფიქრობს მოსახლეობა თვითმმართველ ორგანოებთან დაკავშირებით, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ შენი ეთერის მეშვეობით. რო გაჭირებაა ყველგან და ყველაფერი ნორმალურად არაფერი არ არის და ეხლა შეიძლება თითოეულ ადამიანი ხო, მაგრამ უმეტესობა მაგალითად სოფელში შიმშილი ზღვარზია ზოგი ძალიან ცუდი მდგომარეობა. აი ძირითადში მაინც ვერა რა, მაინც ძალიან უჭირს, აი პენსიონერი ძალიან გაჭირებული, წამალი იყიდოს, შვილო იკვებოს. აი 1000-ნაირ რამე სჭირდება ადამიანს. გორის მერის მუშაობას როგორ შეაფასებთ? თუნდაც საკრებულოს მუშაობას. რამდენად ემსახურებიან ხალხს და მათი მუშაობა? მე აი გეუბნები შვილო ვარ თბილისელი. აქ მოუბრუნდი ეხლა ჩემი რო იტყვიან მამა პაპის ადგილს მოუბრუნდი. მაგრამ აი დავდივარ გორში და გორში არ ფუნქციონირებს ტრანსპორტი პენსიონერებისთვის. ხოცოდოები არიან. ყველაფერი კეთდება, კეთილმოწყობას ემსახურება, კეთდება, მაგრამ მაინც პრობლემები ვერ იფხურება. ხლა სოფელში ჩვენთანაც გაიყვანეს წყლის სისტემა, მაგრამ რა გზები ჯერჯერობით მოუწესრიგებელია ისე იმ მდგომარეობაში. მაინც რაღაცა ცოტა რაღაცა კეთდება, როგორ რა კეთდება. უფრო რა სჭირდება ხალხს, აი რაც უნდა მიაქცია ყურადღება. აი ხა გაკეთებილებიც ხო კარგია რომ გაკეთდეს ის კვერების ყველაფერი მართალია, მაგრამ აი ხალხს უფრო სჭირდება რომ მოხედო რომ აი ეს აფთიაქები გვიშვება, რასაც გვიშვება. აი დღეს მივედი და ვერ ვიყიდე წამალი. მე ვცხოვრობ გორის რაიონის სოფელ თერგუსში. საკმაოდ ბევრი რამე გაკეთდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო წყლის მომარაგება ზემო ტელეფონა სარკის ზემო ძალიან გაჭირვებული იყო ხალხი გაგვიკეთეს, ძალიან დიდი მადლობლები ვართ. ოღონდ ერთი პრობლემა. ბავშვებს სტადიონი შეპირდნენ და სხეს მოაპირკეთეს და მე მწვანე საფარი უნდა დაიდო და დევს. იქნებ როგორმე განცხადება ჩვევიტანით და ძალიან მინდა რომ ეს გაკეთდეს. დანარჩენი არა უშავდა. ხალხი ეჯავრება, ჩვენაირი ხალხი აი რომ მიხვიდე მიღებაზე მთავრობაში დავწერე რომ მივეღე ან ქალაქის მერს ან გუბერნატორს არაფერი ძაღლად არ გაგდებენ. ქალბატონო თამარ, ოპოზიცია აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არ გააკეთა ის დაპირებები, არ შეასრულა ის დაპირებები, რაც დაპირდა მოსახლეობას 4 წლის წინ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად ობიექტურად აფასებს ოპოზიცია თქვენ საქმიანობას? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია რა თქმა უნდა არასამართლიანია და ისინი რატომღაც გაკეთებულ საქმეს არასოდეს ვერ ხედავენ და საკრებულოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ რომელიმე აი ერთი საკითხისთვის მაინც ხარი დაეჭიროთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა არ ვიცი მაგათი მიდგომა ფაქტურად ცდილობენ რომ ყველაფერი ცუჭილში დაინახონ, ცუჭილში დაასნახონ მოსახლეობას და ხანდახან ისეთი აზრი მიჩნდება, რომ პირიქით ისინი მოსულნეები არიან, რომ რაც მეტი ბავშვი ცუდი საქმე იყოს, მეტი რამე გაფუჭდეს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს იმის ძალა და იმის შესაძლებლობა, რომ
ჩვენ ხალხის კეთილდღეობის ინტერესებიდან გამოდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა კმაყოფილი გვყავდეს. თუმცა მიუხედავად იმისა, მაინც გვაქვს გამოწვევები, მაინც გვაქვს პრობლემები, ბევრი საკითხები რიგი მოსაგვარებელი მაქვს, მაგრამ რა ვუყოთ ახლა ეს ბიუჯეტი, ფინანსები როგორც ყოფნის, მაქსიმალურად ვაკეთებთ ისე, რომ აი სადაც ყველაზე მეტად საჭიროა, ხო იმ სოფელს მოვარგოთ, იმ ქალაქის იმ ქუჩას მოვარგოთ, სადაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა და კიდევ ამბობ, რა ალბათ მალე დადგება დრო, რომ ესეთი გადავიჭრელი მნიშვნელოვანი საკითხები აღარ გვექნება. რამდენიმე დღის წინ საკრებულოში გაიმართა სხდომა და იყო პატარა დაპირისპირებაც მოხდა. ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, რა განიხილა საკრებულომ და რატო იყო დაპირისპირება? ნახე, დაპირისპირება სამწუხაროდ ისიც იმ საკითხის გარშემო არ იყო, რომელიც საკითხიც იმ დროს განიხილებოდა საკრებულოში რიგითი საკითხი, ხო? იქ არის საკრებულოს აქვს თავისი რეგლამენტი და ბატონი თავმჯდომარის არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად, რომ ყველა საკითხების გარშემო მსჯელობა ყველა საკრებულოს წევრს აქვს, მათ შორის ფრაქციას აქვს თავისი განკუთვნილი დრო, მაგრამ ამას აქვს თავისი დრო, თავისი რეგლამენტი და ეხლა ოპოზიციას უნდა რომ თვითონ როცა მოესრულებათ, რა დროსაც მოესრულებათ, მაშინ დაიწყონ სხვადასხვა საკითხებზე ეხლა ყვირილი კამათი და შეუწყობების მიყენება და ისე რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ რა თქმა უნდა მათ ეხლა ეს უნდათ რომ იქ კამერების თვალწინ ეხლა ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობდნენ რომ არ უსმენთ ხალხს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ძალიან ბევრ რამეს ამბობდნენ სამწუხ, მაგრამ ხალხი საბედნიეროდ ხედავს ამ ყველაფერს და თავის შეფასებას აკეთებს. როგორ შეაფასებდით მუნიციპალიტეტის მერიაში ერთგვარ საკადრო ცვლილებებს? მუნიციპალიტეტის მერიაში ხა ჩვენ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო ბატონი სიმონ გულედანი. ახალი მოვალეობის შემსრულებელი ყავს მერისა, ბატონი კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც ადგილობრივი კადრია. და საბედნიეროდ, როცა გაჟღერდა მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, რა ვიცი, მე მგონი, ალბათ ვინც არიან სოციალურ ქსელებს, გორელი კაცია, ადგილობრივი კაცია და ერთ-ერთი კარგი ადამიანი, წარმატებული ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი სამიმუშოდ გაართმევს ის თავის თავზე დაკისრებულ მოვალეობას და ამ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელსაც მართლა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულება ჰქვია და წარმატებებს უსურვებდა აი ამ ეთერიდან. დიახ. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამას? რა თქმა უნდა, ახლა ეს თავიანთი ნებაა, თუმცა მე ხა ნაკლებად მჯერავს, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ახლა ისინი თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში, ეს კიდევ ერთი ის იქნება, რომ ალბათ თანამდებობით ისინი მე უნდა გაიკარგონ საერთოდ და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სიმართლე გითხრათ, ახლა მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ საქმეს მივდევრთ თანამიმდევრულად. ეს მათი პრობლემაა, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ისე რომ ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რატომ აცხადებენ უარს? არ ვიცი, ახლა ალბათ ჯერეთი ალბათ მითითებებს ელოდებიან, ახლა ეგენი მითითებებით მოქმედებენ, რა ვიცი, ახლა უნდა მიიღონ თუ არ მიიღონ მონაწილეობა. მეორე საკითხი ალბათ კიდევ ვიძახი ახლა დღეს ამ ეტაპზე მე ვერ ხედავ ძალას, რომელიც დღევანდელ მართულ ძალას დაუპირისპირდება და მართულ ძალას დაამარცხებს. არ არსებობს ასეთი ძალა, თუმცა ხვალდაზე რა იქნება ახლა მაგაზე რა თქმა უნდა პრობლემების გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ აი თუნდაც აი ამის გამო რომ მარცხი გარდაუვალია. გაქვთ თუ არა იმედი, რომ ქართული ოცნება ისევ უპირობოდ გაიმარჯვებს? რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, რომელზე 64 არა მარტო ჩვენთან 64 მუნიციპალიტეტშივე გვექნება უდაოდ დიდი და ღირსეული გამარჯვება. რა სიახლეებს თავაზობს ამომრჩევლებს ქართული ოცნება? კიდევ ამბობ იმას, რომ ის რაც ჩვენ ადგილობრივ თემატების არჩევნებიდან გამომდინარე ჩვენ რაც გვევალება ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ის რაც პრობლემები აქვს, ხო? კიდევ ვიძახი ჩვენ თანამიმდევრულად მივდევრთ და კიდევ იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში უფრო და უფრო მეტ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ და კიდევ ჩვენ ისე ვაგრძელებთ და ვაჟღერებთ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების მესიჯს, რომ ჩვენ გამოდივართ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან, ეროვნული ინტერესებიდან და რა თქმა უნდა იმ მესიჯების გაგრძელება, რაც აქვს ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებას. ქალბატონი თამარ, ზოგადად საკითხებსაც რომ შევეხოთ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან რამდენიმე დღეა, თვეებია უკვე დგანან სამოქალაქო აქტივისტები. როგორ შეაფასებთ მათ მოთხოვნას? არ ვიცი ახლა რომ სიმართლე გითხრათ, ახლა დგანან ისინი და მათი მოთხოვნები ახლა რაღაც ცოტა ისეთი უკვე გაუგებრად მეჩვენება, იცი,
არიან რა ვიცი დგანან თავისთვის და არიან და დანარჩენი რა ვიცი ხა რა გითხრათ. როგორ შეაფასებდით ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას? რა ვიცი, იცით რა არის ხა ოქრუაშვილი ხა თვითონ იურისტია და მე მგონი მან ხა ყველაზე უკეთესად იცოდა ხა თუ რა თავისი რაც როგორც გამთავრდა მოქმედებები ხა დაძახებული იყო ის კომისიაზე არ მევიდა შემდეგ მას გირაო დააკისრეს და სხვებისაგან განსხვავებით მას ხმა გადაიხადეს და მან არ გადაიხადეს ალბათ იცოდა ხა ირაკლი ოქრუაშვილმა რაც იქნებოდა შემდგომი გაგრძელება და ალბათ ასე მოისურვა ხა ყველა ალბათ ხა კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. თქვენ როგორ დროებითი საგამოძიებო, აი ეს რაცაც ხედავთ ახლა ჩვენ ყველა თითოეული მოქალაქე თითოეული ჩვენგანი რასაც ხედავთ, აი ეს არის რომ ალბათ აი ეს აზაც ახლა ეს შავი ფარდა იყო ჩამფარებული იმ საკითხების რეგულირ რომელზეც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, რომ აი ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს, აი ეს არის ძირითადი მიზანი. ცენტრალური ხელისუფლების მიზანი თუ არის მიმართული ხალხისკენ? რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ იმეორება გამოვიდეს ყველა ქმედება მათი გამოვიდეს ხალხის კეთილდღეობიდან და ხალხის ინტერესებიდან. როგორ შეაფასებდით სინდისის პატიმრების დაკავებას? კიდევ ამბობ, იცით რა არის აი დაკავებას, ხო, ყველა დაკავებას რა თქმა უნდა წინ ქონდა თავისი წინაპირობა და შემდეგ ამისი გაგრძელება, იცით, სასამართლოს წინაშე, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორი ვარ და ისე რომ მე უკვე ხდება სასამართლოში უკვე იმ თავის სიმართლის დამტკიცება ან არ დამტკიცება. სასამართლოს შევეხეთ საზოგადოების ნაწილი თვლის რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, კონტროლდება ხელისუფლების მიერ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, სასამართლო დღეს თავისუფალია, როგორც არასდროს გათავისუფლებულია იმ არწუხებისაგან, თუმცა ხშირად ადამიანები ასე ის რაც ჩვენ არ მოგწონს და რაც არ გვსიამოვნებს, რატომაც მე ამას ყველაფერს განვიხილავთ იმ ჭრილში, როგორც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ მოგწონს. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ქალბატონო თამარ, ქართული ოცნების წევრების დასანქცირებას რომ შევეხოთ ამერიკის მიერ, როგორ შეაფასებთ მეგობარი აქტის სანქციებს? ну ხა მე ვიტყოდი რომ ეს არ არის მეგობარი აქტი, პირიქით ვიტყოდი ეს არის არამეგობრული აქტი და კიდევ ვიძახე აი ეს გარეძალები რომლებიც ძალიან ცდილობენ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში ჩარევას. რას გულისხმობთ უშუალოდ? რა თქმა უნდა, იგივე აი ეს ვითომ ის ბრჭყალებში ვიტყოდი მაპტით ვითომ ეს მეგობრები ვინც არიან ისინი იგივე ჯო ილსონი რომელიც ერთ-ერთი აი ამის ავტორი იყო და ინიციატორი იყო აი ამ მეგობრული აქტისა და კიდევ აი მისთანები ასეთები და აი ეს ძალა რომელსაც deep state ეწოდება რომელიც რა ვიცი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩაერიგონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ის მცდელობები რაც ჰქონდათ და კიდევ ამბობ რომ ჯერ ის მცდელობები არ დამთავრებულა და არ განელებულა ის სურვილი რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს არეულობა, იყოს ომი და ასე შემდეგ. ქალბატონ თამარ, 9 მაისს ჩვენ გქონდა გადაცემა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით და საზოგადოების ნაწილი ამბობდა რომ უნდა დაბრუნდეს ქალაქში სტალინის ძეგლი. თქვენი აზრით დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას საკრებულო? რა თქმა უნდა, საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალული არის ჩვენს ქვეყანაში და საკრებულოზე ესეთი საკითხი არც შემოსულა, არც განხილვა, ისე რომ ახლა ესეთი წარსულში იყო ასეთი საკითხი დაყენებული. ჩემს რაც მე ვარ საკრებულოში, ამ პერიოდში ასეთი საკითხი არ ყოფილა, არ დამდგარა, არ განხილვა, აქედან გამომდინარე შესაბამისად პასუხიც არ მაქვს. დიახ. დასანქცირებას რომ დაუბრუნდეთ, რა ზიანი მიადგება ამით ქართულ ოცნებას? თქვენი აზრით და ზოგადად ქართულ ხალხს? დასანქცირება ხა კონკრეტული ზოგიერთი პოლიტიკოსებისა, კიდევ ვფიქრობ, რომ ხა თვითონ ისინი ამბობენ, რომ ხა ამით მათთვის არაფერი პრობლემა არ იქნება, შესაბამისად აქედან გამომდინარე, მე ხა ჯერ ვერ ვხედავ ახლა ვერაფერს საფუძველს იმ საშიშროებისა, რომ არ იქადა ხა ქვეყანას აი ამ კუთხით რაღაცა უნდა დაემართოს. თუ კონკრეტულად იმ წელს არ განვიხილავთ, რომ თითოეულ ამ პოლიტიკოს შეიძლება თვითონ პიროვნულად რაღაცა პრობლემა და უხერხულობა შეექმნა, თორე დანარჩენი მე ამეტად ჯერ ვხედავ, თუმცა არ ვიცი ხა გაგრძელება შემდგომში როგორ შეიძლება იყოს. რამდენად ახლოს ვართ დღეს ევროპასთან და მათი ქმედებებიც რომ შეაფასოთ საქართველოსთან მიმართებით? ნახეთ, ჩვენ ეს რაც ჰქონდა შესრულებული 12 პუნქტიანი გეგმა, ის დავალებები რაც ჰქონდა ჩვენ ევროპისგან, ხო ჩვენი ხელისუფლება მთავრობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს დავალება შესრულებული ყოფილიყო. თუმცა მეურვებნელად ჩვენ და სამწუხაროდ ისიც რომ ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ 2030 წლამდე საერთოდ აღარ განიხილებოდა არც ერთი ქვეყნის, მათ შორის ჩვენი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რაღაც საკითხი, ხო და
აქედან გამომდინარე ახლა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ისეთ შორს გადაიწია, თუმცა ჩვენ, რა ვიცი, ნებისმიერ ჩვენგანი როგორც ხელისუფლება, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ისევ ახლიდან გადაიხედოს, გადაიყვიროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან და ვფიქრობ, რომ ასეც მოხდება ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ აქვს, სხვა გზა არ აგვირჩევია, გზისთვის არ გადაგვიხოვია და რა თქმა უნდა, მოვლენები უნდა განვითარდეს უკვე მერე სხვაგარად და სხვანაირად. რატომ გადაიწია თქვენი აზრით 2028 წლამდე მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის? არ ვიცი, ალბათ ეს რა თქმა უნდა ახლა ეს ისე ევროკავშირის მესვეორებს უნდა ვკითხოთ და მათ უნდა გვაქვს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, მათ ალბათ იყო მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ვერ შეასრულებდა აი ამ დავალებებს. საქართველოს რა თქმა უნდა ამ გამოწვევას ვერ გაუძლებდა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მათ და სამწუხაროდ ჩვენ შევძელით ეს ყველაფერი და ალბათ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და მე ახლა ეს გამოიფიქრეს, რომ გადაწეულიყო, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ რაღაცაში ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცავით, ჩვენი ინტერესები დავიცავით, უფრო მაგრად დავდექით, ვიდრე მოელოდებოდნენ ის, რომ დაუშვათ უნდათ, რომ ეს უდავოა და ამაზე ხან ურავინ უნდა იწყებს, მაგრამ ნამდვილად უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა გახსნილიყო, როგორც უკრაინაში მეორე ფრონტი და აქ მეორე საბრძოლო მოქმედებები აქ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ახლა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ახლა ღარიბი ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ახლა რა ძალა გვაქვს, რა გვაჩნია და სამწუხაროდ მე აი ამას ახლა ვიღაცები გამოუშვენ, ის შეიძლება ბევრი მართლაც გულანთებული, გულწრფელი ადამიანი, ახალგაზრდები, მაგრამ სამწუხაროდ იცი ვისაც არ უნახავს ის 2008 წლის ომი, ვინც ვერ ნახა, ვინც თავის-თავზე არ გადაიტანა, ვინც საკუთარ თვალით არ ნახა, როგორც ცვიოდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს სოფლებში ბომბები, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი სამხედრო პირი დაიღუპა, რა საშინელება ტრიალებდა 2008 წლის ომში, 8 აგვისტოს, 9 აგვისტოს და შემდეგ დღეებში, ხო, ისინი ძალიან ადვილად საუბრობენ ამაზე და ქილიკობენ და შეიძლება მასხარათაც იგდებენ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაფერი ახსოვთ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ასია და როგორ შეაფასებდით განვლილ 9 წელს წინა ხელისუფლების? განვლილი 9 ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით ასევე ცენტრალური ხელისუფლების. რა თქმა უნდა, კიდევ ამბობ, ამრავი გამოწვევებით იყო სავსე ეს წლები, ეს იყო როგორც შიდა გამოწვევები, ისე გარე გამოწვევები და ძალიან ბევრი საკითხებთან უწევდა ჩვენს ხელისუფლებას გამკლავება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს უფრო მყარად ვდგავართ, უფრო ძლიერად ვდგავართ, ვითარდება ეკონომიკა, კიდევ ვიძახი აი ამ წლების განმავლობაში ის ასოცირების ხელშეკრულება და უამრავი ისეთ საკითხები, რაც ჩვენ მივახციეთ და მივიღეთ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ისე წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ერთი წელი არ არის რაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და იქაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩვენმა ხალხმა რომ ის ნდობას უცხადებს ხელისუფლებას ხალხის ნდობით აღჭურვილია ჩვენი პარლამენტი და დარწმუნებული ასე იქნება აგრეთვე თვითმმართველობის არჩევნებიც კარზე გვაქვს უკვე მომდგარი ისე რომ მომავალი ჯერ კიდევ წინა გვაქვს ოპოზიცია ამბობს რომ თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას თუ გათავისუფლებულები იქნებიან პოლიტპატიმრები და ჩატარდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მათ მოთხოვნებს როგორ შეაფასებდით? ნუ ახლა ესეთი ულტიმატუმებით რომ ახლა ასე იქნება და ისე პირობებით ესეთი რაღაცა მე არ გამიგია და ახლა ეს ცოტა ისეთი რაღაცა აბსურდად მეჩვენება და კიდევ ვიძახი სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს და ვინც გასათავისუფლებელია გათავისუფლდება, ვინც არა არ გათავისუფლდება და არჩევნები ჩატარდება რა თქმა უნდა ადგილობრივი ახლა საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩატარდება, იმიტომ ეს უკვე ჩატარებულია და 1,200,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა ხელისუფლებას ნდობა და ხალხის არჩეულია ეს პარლამენტი და ახლა ჩვენ რა ვთქვათ ხალხს რა ესე იგი რა ოპოზიციას არ მოუწონმართო და ამიტომ ახლანდანო ჩავარ ესეთი რაღაცა ხო არ არსებობს არა ქალბატონო თამარ შეზღუდულია თუ არა დღეს კრიტიკული მედია რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რა ვიცი მე ასე მგონია დღეს ვისაც რისულეკ ყველა საუქსი მისაშობისაც რა უნდა ილაპარაკოს და ძალიან ხშირი შემთხვევაში იმ ზღვარს მიღმა იქითაც კიდე ვიდრე შეიძლება ყველაფერს ლაპარაკ. ასეთ თავისუფალი მე ასე მგონია არასდროს არ ყოფილა მედია. თუმცა ოპოზიცია თulis რომ ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა. ეხლა ოპოზიცია ყველაფერზე ასე თulis სამწუხაროდ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თამარ მურალოვა. მე კი მაყურებელს მშვიდობიან ღამეს უსურვებ, შევხვდებით 4 შაბათს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.